ირანის ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი პროცენტითაა ასევე ქართული გენეტიკა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ მხარეში. ეს არის მაზანდარანისა და გილიანის პროვინციები. ასევე ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ფერეიდნელი ქართველები და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დიდი პროცენტითაა ქართული გენეტიკა. მაგრამ შაჰ-აბასის მიერ 200-დან 300,000-მდე გადასახლებული ქართველის შთამომავლობას ზოგს ახსოვს, რომ არის ქართველი, მაგრამ ბევრმა დაივიწყა. ანუ დაახლოებით 30,000 ფერეიდნელი ყავს, მაგრამ სინამდვილეში იმ გადასახლებული ქართველების შთამომავლები არიან 5-დან 6 მილიონამდე. ყაზახეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს 2 ტომი, ეს არის მაჭარების ტომი და არგუნების ტომი. მარკო პოლოს თუ დაუჯერებთ, როცა ყაზახ არგონებს ესაუბრა, მათ უთხრეს, რომ ისინი არიან არგონავტების შთამომავლები, რომლებიც ან კოლხეთში ცხოვრობდნენ, ან საბერძნეთში. შესაბამისად, არის ეჭვი, რომ ისინი არიან კოლხები და მათი გენეტიკური კოდი G1 არც თუ ისე მცირე პროცენტია საქართველოში. და არგუნებში, იგივე არგონებში და მაჭარებში თითქმის 100% არის G გენეტიკური კოდი. ევროპას რო გავყვეთ, ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი პროცენტი არის კორსიკელებში G გენეტიკური კოდი, თითქმის 20% კორსიკელებში არის G გენეტიკური კოდი. თუ დედისა და მამის ხაზის საშუალოს ავიღებთ, ანუ თუ 12%-ია მამის ხაზში, 25%-ია დედის ხაზში G გენეტიკური კოდი. შესაბამისად, საშუალოდ გამოდის დაახლოებით 20%-მდე კორსიკელებში G გენეტიკური კოდი. ასევე სარდინიაში, სამხრეთ მხარეს, ესპანეთის კატალონიელებში, სევილიელებში თუ სხვა ტერიტორიებზე G გენეტიკური კოდი დიდი პროცენტითაა. ასევე ესპანელები, რომლებიც გადავიდნენ სამხრეთ ამერიკაში და იქ დასახლდნენ, იქ დიდი პროცენტითაა ასევე G გენეტიკური კოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველებს მოგზაურობა გვიყვარს, განსაკუთრებით გემით და შესაბამისად ყველაზე მეტი პროცენტულად G და L გავიდა ესპანეთიდან და დასახლდა იმ ტერიტორიებზე, რაც ესპანეთის იმპერიამ დაიპყრო. აი ასეთია ჩვენი ისტორია. ამ ვიდეოში ვერ მოხვდა ის ხალხი, ვინც მამლუქებად იწოდებიან და ვინც იძულებით გაიყვანეს საქართველოდან და ვისაც რეალურად აღარც კი ახსოვს, რომ ქართველია. სამწუხაროდ ესეთი ძალიან დიდი პროცენტია ქართული გენის მატარებელი ადამიანების. ისე რომ შევაჯამოთ, რამდენიმე ათეული მილიონია დედამიწის ზურგზე ქართველი, რომელმაც საერთოდ არც კი იცის, რომ არის ქართველი გენეტიკურად და ჩვენ მათ უნდა მივაწვდინოთ ხმა და მე თუ მკითხავ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს მათ შორის გენეტიკურად. გენეტიკური ქართველი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ეს არის მოცემულობა. რა ვიცი, საქართველოა ეს ქვეყანა. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.